ახლა როდესაც ვითარება ინდოეთსა და პაკისტანს შორის საკმაოდ დაძაბულია, ამ ორმა ქვეყანამ სამხედრო შენაერთების საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. შეგახსენებთ, რომ გასულ საუკუნეში ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამჯერ მოხდა სამხედრო დაპირისპირება, თუმცა განსხვავებით ამჟამინდელი მდგომარეობისგან, მაშინ არც ინდოეთს და არც პაკისტანს ატომური იარაღი არ ჰქონდა და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია და საინტერესოა თუ რა სამხედრო ძალთა ბალანსი არის ამ ორ ქვეყანას შორის და დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ ამ საკითხზე. თუმცა ჩვენ ვისაუბრეთ ბირთვულ იარაღზე, ვახსენეთ ბირთვული შეიარაღება და უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორი ქვეყნიდან პირველი იყო ინდოეთი, რომელმაც ბირთვული პროგრამა 1960-იანი წლების მიწურულს დაიწყო 1967 წელს და ეს იყო ინდოეთ-პაკისტანს შორის მეორე ომის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ და ეს ომი იყო ასე ვთქვათ პოზიციური ომი, რომელიც ზავით დასრულდა და როგორც აღვნიშნეთ, ამ პერიოდს ემთხვევა სწორედ ამ ერთი წლის შემდეგ ინდოეთმა დაიწყო თავისი ბირთვული პროგრამა. რაც შეეხება პაკისტანს, პაკისტანმა მოგვიანებით დაიწყო ბირთვული პროგრამა 1970-იანი წლების შემდეგ, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ის, რომ პაკისტანმა ასევე როდესაც დაიწყო ბირთვული პროგრამა 1972 წელს, ეს არის ერთი წლის შემდეგ, რაც მესამე ომი მოხდა პაკისტანსა და ინდოეთს შორის და ეს ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება ამ ორ ქვეყანას შორის და ამ ომში პაკისტანი დამარცხდა და ერთი წლის შემდეგ პაკისტანმა ბირთვული პროგრამა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ინდოეთს კი ჰქონდა დაწყებული ბირთვული პროგრამა, ბირთვული შეიარაღება მოგვიანებით ჩნდება ამ ორ სახელმწიფოში. ასე მაგალითად, პირველი ბირთვული იარაღი გამოსცადა ინდოეთმა 1974 წელს, ხოლო მოგვიანებით, ბევრად მოგვიანებით პაკისტანმა, კონკრეტულად კი ეს იყო 1998 წელი, როდესაც პირველი ბირთვული შეიარაღება გამოიცადა პაკისტანის შეიარაღებული ძალების მხრიდან. მონაცემები, რომელსაც ახლა გაგაცნოთ, ემყარება ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს და ეს ასახავს იმ ძალთა თანაფარდობას, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არის და ძალები აშკარად უფრო სასწორისპინა გადახრილი არის ინდოეთის მხარეს, აი მაგალითად არმიის შემადგენლობაში, ინდური არმიის შემადგენლობაში არის მილიონზე მეტი პირადი შემადგენლობა, ორჯერ აღემატება პაკისტანის არმიის რიცხოვნობას, ეს ყველაფერზე აისახება, როგორც ზოგადად მთლიან შეიარაღებაში არსებულ პირად შემადგენლობაზე, ასევე საზღვაო ძალებზე, საჰაერო ძალებზე, სანაპირო დაცვაზე და უდავოდ იკვეთება ინდოეთის უპირატესობა სამხედრო ძალთა თანაფარდობის კუთხით. რაც შეეხება ტექნიკას და აღჭურვილობას, ამ მხრივაც გამორჩეული არის ინდოეთის უპირატესობა. შემდეგი მონაცემებს გაგაცნობთ, ეს უფრო უშუალოდ კონკრეტულად ეხება შეიარაღების სახეობებს, მაგალითად, ინდოეთის უპირატესობა თვალსაჩინოა артиლერიის, საბრძოლო ტანკების რაოდენობაში, ასევე საბრძოლო ავიაციის კუთხით. ბირთვულ ქობინებს რაც შეეხება, აქ გვაქვს ერთგვარად თანაბარი სიტუაცია, რადგან პაკისტანი როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, მთავარ ყურადღებას ბირთვულ შეიარაღებაზე ამახვილებდა. რაც შეეხება წყალქვეშა ნავებს, აქაც უპირატესობა ინდოეთის მხარეს არის და მნიშვნელოვანია და საყურადღებო ის, რომ პაკისტანს არ ყავს ავიამზიდი, ინდოეთს კი ყავს ეს ავიამზიდი და ამ მხრივაც გამორჩეულია ინდოეთის სამხედრო ძალა. დაპირისპირება, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის უკვე წლებია მიმდინარეობს, არის სწორედ გამომდინარეობს ქაშმირის რეგიონიდან გამომდინარე და ქაშმირში კონკრეტულად კი სწორედ ინდოეთის ნაწილი და პაკისტანის ნაწილზე დაპირისპირების პერიოდში ყოველთვის არის სხვადასხვა ტიპის სამხედრო დაჯგუფება, აქ შეგვხვდება როგორც კონვენციური დაჯგუფებები, ასევე არაკონვენციური დაჯგუფებები, საკმაოდ მილიტარიზებულია ეს რეგიონი და სწორედ ეს სიტუაცია განაპირობებს ერთგვარ ფეთქებად ხასიათს ამ რეგიონში, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, რთულია გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ბირთვული სახელმწიფოა რეგიონში და ბირთვული
შეიარაღებული დაპირისპირება ორივე სახელმწიფოს ინტერესებში არ უნდა იყოს. სავარაუდო კონფლიქტის განვითარების შემთხვევაში თუ რა ტიპის შეიარაღებას გამოიყენებს სავარაუდოდ ეს ორი სახელმწიფო, ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ სამხედრო მიმომხილველს და მასთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ ახლა. ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო ძალთა ბალანსზე საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ. ჩვენს კითხვებს უპასუხებს სამხედრო მიმომხილველი გიგა ინაშვილი. მოგესალმები გიგა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველი კითხვა მექნება, ასე ვთქვათ, საიდან იღებს ეს ორი სახელმწიფო შეიარაღებას, რომელ ქვეყნებზე იყვნენ დამოკიდებულები იმ პერიოდში, რა დროსაც მათ განავითარეს სამხედრო შეიარაღება, გააძლიერეს და ახლა ვინ არიან მათი ძირითადი სამხედრო პარტნიორები. დიახ. ზოგადად პაკისტანის და ინდოეთის შეიარაღებული ძალები დეტალურად რო განვიხილოთ, ეს იმდენად დიდი თემა არის, რა თქმა უნდა, არ გვეყოფა თქვენი გადაცემის ფორმატი. იმდენად მრავალფეროვანი არის მათი შეიარაღება, თვითონ ჯარების ფორმაციების სტრუქტურები იმდენად დიდი და ისეთი მოცულობითი არის, რომ აშკარად ეხლა ომის დაწყების შემთხვევაში საკმაოდ ისეთი სერიოზული მასშტაბის კონფლიქტი შეიძლება მოხდეს საერთოდ ბირთვული შეიარაღება რო გამოურიცხოთ. რაც შეეხება შეიარაღების წარმოშობას. დიდი წილი იმ შეიარაღებისას, რასაც ესენი იყენებენ, საკუთარი წარმოების არის, მაგრამ ნუ სადღაც 50%, 50%-ზე არის პარტნიორი, ასე ვთქვათ, მოკავშირე ქვეყნებიდან სხვადასხვა პერიოდში მიწოდებული შეიარაღება. პაკისტანით რო დავიწყოთ, იყო პერიოდები 50-იან წლებში, 54 წელს მაგალითად გაფორმდა ხელშეკრულება პაკისტანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოკავშირეობის და იმ პერიოდში გარკვეული რაოდენობის შეიარაღება მიიღეს შეერთებულ შტატებიდან. მათი ადგილობრივი მოდიფიცირებული და კლონირებული ვარიანტების წარმოებაც ხდებოდა მაგ პერიოდში, ცივი ომის პერიოდში, რაღაც 3 ეტაპად შეიძლება დავყოთ აშშ პაკისტანის სამხედრო თანამშრომლობას. შემდეგში უკვე პაკისტანი სამხედრო თანამშრომლობას იწყებს ისეთ ქვეყნებთან, როგორც არის ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა, განსაკუთრებით აქ სარაკეტო ტექნოლოგიების მიმართულებით ბირთვული მუხტების და სარაკეტო ტექნოლოგიების მიმართულებით, მაგალითად ჩრდილო კორეიდან დაშლილი, რამდენიმე ერთეული დაშლილი ნოდონის ტიპის ბალისტიკური რაკეტებიც იქნა ჩატანილი ერთი პერიოდ 90-იან წლებში და შემდეგ 2000-იანების დასაწყისში და ის პაკისტანის შეიარაღებული ძალების ძირითადი დამრტყმელი ძალა იდეაში ინდოეთის წინააღმდეგ ეს შორმანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები ძირითადად ჩინური ჩრდილოკორეული ტექნოლოგიების ჰიბრიდი არის. აქ საუბარი არის შაჰინის ტიპის რაკეტების ოჯახებზე. აქვს სხვადასხვა კონფიგურაციის, ასევე ფრთოსანი რაკეტები, სადაც აი ჩინური ტექნოლოგიების წილი ძალიან დიდი არის. წვრილკალიბრიანი შეიარაღება, საარტილერიო სისტემები, აქვს საბჭოთა სისტემებიც, აქვს ჩინური კლონები, აქვს ძალიან დიდი რაოდენობით საბჭოთა ჰაუბიცების, ქვემეხების რეაქტიული სისტემების, თვითონ ჩინური კლონები აქვს, მაგალითად გრადის სისტემების, სმერჩის სისტემის ჩინური კლონები, AAS-ები აქვს შეიარაღებაში და ანუ გამოდის რომ უფრო ძირითადად ჩინეთთან ბოლო პერიოდში. ტანკები იგივე ჩინური VT4, პაკისტანო-ჩინური ტანკი აქვს ასევე შეიარაღებაში T-72-ის და ძველი მოძველებული T-55-ის ჩინური კონფიგურაციები, ჩინური კლონები და ასე შემდეგ. ამ მხრივ სატანკო პარკი და საარტილერიო სისტემების არსენალი საკმაოდ მრავალფეროვანი და დიდი აქვს პაკისტანს. თვითონ ჩინეთს რაც შეეხება, ინდოეთს რაც შეეხება, ინდოეთის სამხედრო თანამშრომლობა უფრო აი ამ ეტაპზე უფრო დასავლეთის მიმართულებით უფრო არის აქტიური, კერძოს და სახელმწიფო კომპანიას მუშაობს, სარაკეტო ტექნოლოგიების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობდა ინდოეთი ისრაელთან დღემდე გრძელდება ეს თანამშრომლობა როგორც ბალისტიკური რაკეტების, ძრავების, დამიზნების სისტემების განსაკუთრებით, ასევე საზეიმტო სარაკეტო კომპლექსების მიმართულებით. პირდაპირ ისრაელში წარმოებული სისტემებიც აქვს და ადგილობრივი ნიმუშებიც. ასევე აქტიურად თანამშრომლობდა გასულ წლებში და გრძელდება კიდე მეტნაკლებად ეს თანამშრომლობა შედარებით მცირე მასშტაბებში, ძალიან შემცირებული მასშტაბი რუსეთთან. ჯავშან ტექნიკის მიმართულებით და მექანიზირებული ქვედანაყოფები და შენაერთები ძირითადად აღჭურვილი არიან BMP-ორებით. რუსული საბჭოთა რუსული წარმოების BMP-ორებით, მათი ადგილობრივი კონფიგურაციით და კლონებით, ასევე ადგილობრივი კომპანია TATA-ს წარმოების შასიებზე და სავალი ნაწილებზე შექმნილი სხვადასხვა ჯავშან ტრანსპორტიორებით და KSM-ებით აქვს შეიარაღებაში და ტანკებს რაც შეეხება, მცირე რაოდენობით, შედარებით მცირე რაოდენობით აქვს საკუთარი წარმოების Arjuna-ს ტიპის ტანკები, ზოგადად ეს ინდოელებს ახასიათებთ ინდოეთის არმიაში, რომ სამხედრო ტექნიკის ნიმუშებს, საბრძოლო მასალებს, რაკეტებს ხშირად არქმევენ ხოლმე ძველი ინდური ეპოსიდან სხვადასხვა ღმერთების და სხვადასხვა იარაღის სახელებს.
და თვითონ სარაკეტო მიმართულებითაც იგივე ბრაჰმოსის რაკეტა რაც რუსული ზებგერტი რაკეტა რაც რუსული ონიქსის კლონი არის ეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა საკმაოდ ისეთი სერიოზული ძალა არის ინდოეთის შეერაღებაში როგორც ხომალდსაწინააღმდეგო კონფიგურაციაში ასევე ხმელეთი მიწა კონფიგურაციაშიც აქვთ ეს ბრაჰმოსები ავიაციის მიმართულებით ასევე რუსეთთან აქტიურად თანამშრომლობდნენ ასევე საფრანგეთთან აქტიურად შესაბამისად შეერაღებაში აქვთ რაფალის ტიპის გამანადგურებლები მირაჟ 2000-ები და აქვთ ძალიან დიდი რაოდენობის რამდენიმე ასეული Su-30 MKI გამანადგურებელი ძლიერი გამანადგურებელი არის ეს მეოთხე თაობის რუსული გამანადგურებელი და დიდწილად ამაზე ეყრდნობა მათი საჰაერო ძალები სარაკეტო შესაძლებლობებზე რო გავამახვილოთ ახლა ყურადღება სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ასე ვთქვათ გრაფიკული გამოსახულებით ინფოგრაფიკებს და ჩანს რომ ორივე ქვეყანას აქვს ისეთი სარაკეტო საშუალებები რომლებიც მთლიანად ფარავენ მაგალითად პაკისტანი ფარავს ინდოეთს ფარავს პაკისტანს თვითონ აი სარაკეტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე რა რესურსი აქვს ამ ორ ქვეყანას დიახ სარაკეტო მიმართულებით ინდოეთი ბევრად უფრო ძლიერი არის ინდოეთი ფარავს ახლა ძალიან დეტალურად რო აღარ ჩაუღმავდეთ მოკლედ აქვთ ტაქტიკურ სიღრმეში მოქმედი სისტემები აქვთ ოპერატიულ ტაქტიკურები აი საბჭოთა ტოჩკაუს მსგავსი სიტყვაზე ინდოეთის შეერაღებაში არის ესეთი რაკეტა პრიტვი რომელიც არის ესეთი ოპერატიული დონის რაკეტა ასევე ოპერატიულ სივრცეში მოქმედი რაკეტები დიდი რაოდენობით აქვს და ასევე სტრატეგიული მანძილებზე მოქმედი აჯნის სერიის რაკეტები აქვს აჯნი 1-დან აჯნი 5-მდე და აჯნი 5 უკვე 8000 კილომეტრამდე ფარავს, ანუ ბევრად შორმანძილებზე წვდება ინდოეთის სარაკეტო მუშტი, ვიდრე სიტყვაზე პაკისტანის ტერიტორია არის. რაც შეეხება პაკისტანს 2750 კილომეტრზე არის მათი მაქსიმუმი. ესეც შაჰინის ტიპის, შაჰინ 3 ტიპის, შაჰინ 3-ის კონფიგურაციის ბალისტიკური რაკეტა. ეს ბალისტიკურ საკონტინენტაშორისო ბალისტიკურ რაკეტებში შედარებით ახლო მანძილად ითვლება რა, საშუალოს ცდება და საშუალოსა და ახლო მანძილის რაკეტებს შუა არის დაახლოებით რა. ამ რაკეტების ნაწილი ბირთვული მუხტებით აქვთ აღჭურვილი, აქვთ ჩვეულებრივი კონვენციური ქობინებით, მსხვერპლად ფუგასური ქობინებით და აქვთ ასევე ბირთვული მუხტებით. თვითონ ბირთვული მუხტებსაც შეეხება, ბირთვული მუხტების არსენალი სადღაც ოფიციალური ინფორმაციით 180 ერთეულის ფარგლებში არის ინდოეთის შეერაღებაში და 160 ერთეულის ფარგლებში არის პაკისტანის შეერაღებაში. თუმცა თითოეული ბირთვული მუხტის სიმძლავრე, მათ შორის აქ არის რაკეტების ქობინები და არის ავიაციო ბომბებიც. არ არის მაინც და მაინც მაღალი, ანუ ისეთი მაღალი სიმძლავრის მუხტები როგორც სიტყვაზე ჩინეთს აქვს, რუსეთს აქვს, შეერთებულ შტატებს აქვს არ აქვთ ამათ სადღაც 40-დან 60 კილოტონის ფარგლებში შემოიფარგლება მათი თუმცა ნუ ესეც საკმაოდ ძლიერი არის ახლა რო შევადაროთ 60 კილოტონიანი ჰიროსიმაში ჩამოგდებულ სადღაც 3-ჯერ 3.5-ჯერ აღემატება ხო კიდე რო გავითვალისწინოთ ახლა ის რომ აი თანამედროვე კონფლიქტის მიმდინარეობა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში ახალი ტექნოლოგიები და ზოგადად შეიარაღებული ძალების სიძლიერე რამდენიმე ფაქტორზე არის ფაქტორიდან გამომდინარეობს და ერთ-ერთი არის რამდენად დანერგილია ამ ჯარში თანამედროვე ტექნოლოგიები და რამდენად უსწრებს მოვლენებს ასე ვთქვათ რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებს ამ კუთხით ინდოეთი უფრო წინ არის იმიტომ რომ თანამშრომლობს მეწინავე ამერიკულ, გერმანულ, ნიდერლანდების, ბრიტანულ, ფრანგულ კომპანიებთან, ასევე ისრაელთან განსაკუთრებით აქტიური არის მათი თანამშრომლობა. დაწყებული დამიზნების სისტემებიდან გაგრძელებული ცეცხლის მართვის სისტემებით და დამთავრებული რაღაც გლობალური ნავიგაცია პოზიციონირების სისტემებით და ასევე აქვე რადიოლოკაციური სადგურები, მათი მართვის სოფტები, პროგრამული ნაწილი და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, ასევე დრონები და მათი მართვის სისტემები. ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე აქვთ ინდოეთს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ამ მხრივ პაკისტანი თანამშრომლობს ჩინეთთან, აქვს ჩინური დამტყმელი დრონებიც, კამიკაძე ბარაჯირებად დრონებიც, აწარმოებს საკუთარსაც, როგორც ოპერატიული დონის, ასევე ტაქტიკური დონისას და ჩინეთში ამ მხრივ, უფრო სწორედ ინდოეთში ამ მხრივ ბევრად უფრო უკეთესი სიტუაცია აქვს. აქვთ საკუთარი წარმოების 1000-ობით აქვთ შეერაღებაში უკვე ბარაჟირებად დრონები, აი როგორც სიტყვაზე ეს გერანურები არის შაჰიდ 116-ები, იგივე ეს ისრაელის ჰაროპებიც აქვთ, მისი ადგილობრივი კლონებიც და მცირე ტაქტიკური დონის კამიკაძე დრონებიც.
აღარ მაქვს საუბარი სადაზვერო დრონებზე, რომელიც ათეულობით სხვადასხვა კონფიგურაციის იწარმოება. ზოგადად ინდოეთი დიდი ქვეყანა არის, დიდი რესურსებით, ძალიან მრავალფეროვანი სამხედრო წარმოება აქვს და პრაქტიკულად ყველაფერს ამზადებენ, რაც მათ ჭირდებათ.